მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, საქართველოს ეროვნულ მოძრაობის ადამიანის მეგობრების პოზიცია იქნება ცოტა უფრო მოგვიანებით, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულ მოძრაობამ დედამიწის მეგობრებმა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ერთობლივად, რომელიც შეიქმნა სულ ახლახანს, ეს არის გარემოს ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია. პირველად საქართველოში არ მიყვარს ეს სიტყვა პირველად, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ გავაკეთებთ ეკოლოგიურ ექსპერტიზას იმ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ახლა ერთი კომპანიის თუ NGO-s მიერ. თავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რომელიც ისაც დამახინჯებულია საქართველოში, უფრო სერიოზულად მახინჯდება, იმიტომ რომ ხალხურმა მანენამ ახლა აღნიშნა თერგი და ჩვენ საქართველოს წვანებმა მივიღეთ მოძრაობა მივიღეთ ისეთ უცნაური წერილი სამინისტროდან, რომ ესე ვთქვათ, შეშფოთებაზე რომ ნებართვა არ იყო გაცემული ამ დარიალის ესე ვთქვათ ხესთან დაკავშირებით, სანამ არ გასცეს ნებართვა, მანამდე წერილი არ გამოგვიგზავნოს, რომ თურმე ნებართვა ქონია. პრობლემა, რომელიც დღეს დგას და რა შეიძლება ამას მოყვეს. ხუდონთან დაკავშირებით, კი საქართველოს წვანეებისთვის ეს ისტორიაც არის, ეს წარსულიც არის, ეს მომავალიც არის და ჩვენ თავის დროზეც ვთქვით, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული და სახიფათო პროექტი საქართველოს რეგიონისთვის. თავისი ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება, რაც საქართველოს წვანეთა მოძრაობამ განახორციელა და შემდგომი 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გვესმოდა ენერგეტიკოსებისაგან, რომ აი თქვენ წვანეებმა არ მოგვეცეთ საშუალება, რომ ხუდონი დაგვესრულებინა, შეაჩერეთ მშენებლობა და ჩვენ არ აგვაქვს ელექტროენერგია. დღეს საქართველოში ელექტროენერგია არის და ხუდონი აშენებული არ არის. ანუ ეს არ არის მთავარი მიზეზი და რისთვისაც კეთდებოდა ხუდონი, რისთვისაც უნდა გაკეთებულიყო, ამას ენერგეტიკოსები არასოდეს არ ამბობდნენ. დღეს აპირებენ განახორციელონ და გააკეთონ ისეთი პროექტი, შეუსწავლელად იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვნახავთ ამას შესწავლილს. რა მდგომარეობაშია ის ტექნიკური ნაგებობა, რომელიც არის დატოვებული და მიტოვებული და კონსერვაცია, რომელსაც ითხოვდნენ საქართველოს წვანეები, მაშინ არ განხორციელებულა. და რა შეიძლება ამას მოყვეს და მით უმეტეს, რომ რეალობა დღევანდელი 21 საუკუნეში არის უფრო რთული და რატომ გამოვდივართ ძალიან ბევრ შემთხვევაში და ეჭვის თვალით უყურებთ ყველა ჰიდროელექტროსადგურს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობის მიერ 2 წლის წინ, უბრალოდ 1 წლის წინ მომზადებული შეტყობინების მიხედვით, რომელიც გაიგზავნა კლიმატის კონვენციაში სამდივნოში, რომლითაც საქართველოს უპატაკა კოპენჰაგენს რა მდგომარეობაშია დღეს გლობალური ესე ვთქვათ პრობლემა, იქ არის აღნიშნული ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ მტკნარი წყლის რაოდენობა 2030-ისთვის, 2040-ისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემცირდება. შესაბამისად, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი და მე არ დავეყნობოდი მარტო საქართველოს შეტყობინებას, მე დავეყნობოდი თუნდაც გაეროს მიერ გაკეთებულ განცხადებებს და გაეროს მიერ შეფასებულ დოკუმენტს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ შეხვიდეთ და ნახოთ გაეროს ევროკომისიის მიერ გაკეთებულ მოხსენებებში, სადაც წერია, რომ 3 ქვეყნის ესე ვთქვათ შეტყობინება შეადარეს ერთმანეთში და დასკვნა გააკეთა სლოვაკეთის ინსტიტუტმა, რომ მას დაევალა უпростоრად რო ეს გააკეთებია და გააკეთეს დასკვნა, რომ მტკნარი წყლის რაოდენობა ნამდვილად შემცირდება. ამიტომ სვამ ჩვენ კითხვას. გაგვითვალეთ,
საერთოდ საჭიროა თუ არა დიდი ჰიდროელექტროსადგურები, იმიტომ რომ მცირეზე და საშუალოზე ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემატური, თუმცა ლარსის ჰიდროელექტროსადგური და დარიელი შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზულად პრობლემატური და აქ არიან პოლიტიკოსები და მე მათი ყურადღება მინდა პირველ რიგში მივაქციო, რომ ლარსმა შეიძლება ჩაკეტოს ერთადერთი გზა შემავალი საქართველოდან თრუსოს ხეობაში და ჩვენ მოგვიწიოს ჩრდილოეთ ოსეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან შემოსვლა თრუსოს ხეობაში. ჩვენ შეიძლება ხეობა დავკარგოთ. თუნდაც პოლიტიკურად იმსჯელონ ნებისმიერმა იმ ადამიანმა რა შეიძლება ამას მოხდეს. მით უმეტეს რომ თრუსოს ხეობა უკვე სერიოზულად დაზარალდა, იმიტომ რომ იქ ტრავერტინები დაზიანდა. პრობლემა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ხუდონის ნამოხვანის ნესკრასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს ის მომენტი, რაც ნესკრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჰიდროელექტროსადგურის ნესკრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში დევს და განხილვარი ეხლა თებერვალში დანიშნული, რომ ნესკრაზე ხუდონის ზემოთ უნდა გაიჩეხოს 1,000,000 კუბური მეტრი ხეტვი 35 გრადუს ფერდზე. უნდა გაყვანილ იქნას სადერევაციო არხებით 16 და 17 კილომეტრის და შედეგი რომ 60 წლის მერე ნესკრა აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ეს იქნება ნაყარით გაკეთებული კაშხალი, რომელიც შეივსება და მერე აღარ დაგჭირდება. ამიტომ მე ძალიან სერიოზულად საქართველოს მწვანეთა მოძრაობა სვამს ერთადერთ საკითხს. თუ რამეს ვაკეთებთ, გავაკეთოთ ისე რომ დავთვალოთ და თუ რამეს ვაკეთებთ ისე არ გავაკეთოთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დაგვრჩეს აშენებული დამბები, ბეტონები, ხეობების ნაცვლად აბსოლუტურად დაცარიელებული ადამიანის საგან. მადლობთ.